სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღესასწაულისთვის. დღეს არის წმინდა ივანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული და ეს ტაძარიც არის წმინდა ივანე ნათლისმცემლის შობის სახელობის და ამ ტაძრის დღესასწაულია და აქედან გამომდინარე ამ სოფლის დღესასწაულია, სხვაგვარად ამას დღეობა ჰქვია. თუმცა მე სულ ვიხსენებთ ხოლმე ესე იგი იმას, რომ დღეობის მთავარი შინაარსი არის ის, რომ ადამიანი ტაძარში მივიდეს პირველ რიგში ესე იგი. იმიტომ რომ თუ არ იქნებოდა ეს ტაძარი და ამ ტაძარი ნათლისმცემლის სახელზე, ამ სოფელში ამ დღეს არ იქნებოდა დღეობა. ეს დღეობა სწორედ ამას უკავშირდება. უკავშირდება იმას, რომ ადამიანმა ჯერ სულიერი მიიღოს და მე რა თქმა უნდა ახლა სტუმარი ღვთისაა და ადამიანს სტუმარი რომ მოსდის, როგორც სული უნდა ხარობდეს, ხორციელათაც ადამიანი უნდა ხარობდეს და ამას მით უმეტეს ზომიერად გააკეთებს, ამაში ცუდი არაფერი არ არის და ეს ძალიან კარგი. ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ წმინდა ივანე ნათლისმცემლის შობის შესახებ. თქვენ ახლა ეს ძალიან კარგად იცით, მით უმეტეს ვინც კითხულობთ სახარებას, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გავიხსენოთ. წმინდა ივანეს მშობლებს ერქვათ ზაქარია და ელისაბედი, მამა მღვდელი იყო, მათ შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ ყავდათ და ისინი ევედრებოდნენ ღმერთს, ისე როგორც ყველა მშობელი ევედრება, ვისაც ღვთისას წამს. და ერთხელაც, როდესაც თავის მსახურებას აღასრულებდა ზაქარია ტაძარში, მას საკურთხევლის მარჯვენა მხარეს გამოეცხადა ანგელოზი და ახარებს, რომ ზაქარია შეისმინა ღმერთმა შენი ვედრება და შვილი გეყოლება. ზაქარია დაეჭვდა და თქვა, რომ ჩვენ უკვე მოხუცებულები ვართო მე და ჩემი მეუღლე და როგორ მოხდება ესო და იმის გამო, რომ ზაქარია დაეჭვდა, ანგელოზმა უთხრა, რომ მე ვარო გაბრიელიო, ღვთის ანგელოზიო და გამოვიგზავნე იმისთვის, რომ შენთვის ეს მეხარებინო. და რადგან არ ირწმუნეო, ამიტომ შენ დადუმდებიო იმ დღემდე, ვიდრე ამას შენი თვალით არ იხილავ. და მართლა ზაქარია წაერთვა მეტყველების უნარი, გამოვიდა გარეთ და ხალხი უკვე ხედავდა, რომ რაღაცა განსაკუთრებული მოხდა შიგნით საკურთხეველში. ზაქარიამ აღასრულა თავისი მსახურების დღეები, ძველი აღთქმის მღვდელმსახურთა მსახურება სხვაგვარი იყო. ჩვენ ახლა ნახეთ, რომ მთელი მსახურება არც მე და არც მე დავითნე არ გაჩერებულა, ხო, ჩვენ სიტყვიერად ვამბობთ. იქ ცოტა სხვაგვარად იყო, უფრო შეწირვა ხდებოდა, საკლავი მოყავდა, შეწირავდნენ. შეიძლება წარმოსათქმელიც ისეთი არაფერი არ იყო და ამიტომაც მას შეეძლო, რომ ეს მსახურება ჩაეტარებინა. დღეს რომ მღვდელს მეტყველების უნარი წაერთოს, ის მსახურებას ვერ ჩაატარებს, იქ სხვაგვარი მსახურება იყო. ჩაატარა თავისი მსახურების დღეები, წავიდა და მართლაც როგორც აღუთქვა ანგელოზმა, როდესაც გავიდა 9 თვე მოახლოვდა ჟამი წმინდა ივანე ნათლისმცემლის შობისა და როდესაც დაიბადა და მერვე დღეს უნდა წინა დაეცვითათ ძელის ჯულისამებრ და სახელი დაერქმიათ, ეუბნეოდნენ, რომ ზაქარია დაარქვიო, როგორც ჩვენთანაც არის ხოლმე, აი პაპის სახელს დაარქმეო, ხო და არაო, ივანე უნდა ეწოდოსო, დედა ამბობს და ივანეო, არავის არ ქვიო, თქვენს წინაპართა შორის ეუბნევიან და ზაქარია დაარქვიო. შემდეგ მამას კითხავენ და მამა რადგან ვერ მეტყველებს, მოითხოვებს ფიცარს და ფიცარზე ამოკაწრავს და დაწეს, რომ ივანეა მისი სახელიო. და ამის შემდეგ მას მიეცემა კვლავ მეტყველების უნარი და ის პირველ რიგში რასაც აკეთებს არის ის, რომ ღმერთს ადიდებს და წინასწარ მეტყველებს სწორედ ივანე ნათლისმცემლის შესახებ, რომ ის იქნება უფლის გზის განმამზადებელი, ანუ ადამიანები, ვისაც უნდათ რომ ღმერთთან მივიდნენ, სწორედ მათ განუმზადებს ივანე ნათლისმცემელი ამ გზას და რითი განუმზადებს ადამიანებს, რითი მოამზადებს ღმერთთან შესახვედრად. თქვენ იცით, რომ მისი პირველი სიტყვები, როდესაც საქადაგებლად გამოვიდა, ასეთი იყო: შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცადა. მანამდე იყო ის, რომ როდესაც ჰეროდე მეფე
იესოს მოკვლას ლამობს და ბეთლემში და მის შემოგარენში 2 წლის და უფრო ჩვილი პატარა ბავშვები ამოაწყვეტინა, მათ შორის უნდა წესით ყოფილიყო ივანე ნათლისმცემელიც, მაგრამ როგორც ცნობილია, დედამ ელისაბედმა გაარიდა ის იქაურობას და უდაბნოში იზრდებოდა. მამა კი ზაქარია იმის გამო, რომ არ გაამხილა მისი ადგილსამყოფელი, ის მათ მიერ იქნა მოგლული. და უკვე როდესაც საქადაგებლად გამოვიდა ივანე ნათლისმცემელი, ამბობდა, რომ შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველიცად. იმიტომ რომ სინანულის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ იხილავს უფალს და როდესაც მასთან მდინარე იორდანეში მოსანათლად მოდიან, ის ეუბნება, რომ შეინანეთ და გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა. რას ნიშნავს სინანულის ღირსი ნაყოფი? ანუ შენი საქმით რომ ნანობდე შენს აქციას. თუ იპარავ, აღარ უნდა მოიპარო. თუ იპარო და ამბობ, რომ ნანობ და ერთთან ბავშვი ხარ და მაინც იპარავ, აბა რა აზრია? თუ მრუშობ, აღარ უნდა იმრუშო. თუ შეურაცხყოფ, აღარ უნდა შეურაცხყო. და ასე შემდეგ. ეს არის რომ ადამიანმა გამოიღოს სინანულის ღირსი ნაყოფი. თუ ადამიანი სინანულის ღირს ნაყოფს არ გამოიღებს, მისი სინდისი არ დამშვიდდება. გამოვა რომ ნანობს რაღაცას, რისთვისაც ხელის გაშვება არ უნდა. აკეთებს რაღაცა ცოდიან საქმეს, იცის რომ ცოდიანია, თითქოს ნანობს, მაგრამ არ ეთმობა. და თუ არ ეთმობა, ესე იგი სინდისი არ დამშვიდდება. თუ არ ეთმობა, ესე იგი არ ნანობს და ესე უფალს ვერ შეხვდება. ასევე წმინდა ივანე ნათლისმცემელი ეუბნებოდა, რომ ვისაც ორი შესამოსელი გაქვთო, ერთი სხვას მიეცით. ვისაც საკვები გაქვთო, ისიც ასე მოიქცეს. ახლა ჩვენ რო შევხედოთ, უბრალოდ ერთი პატარა სოფლის ისეთის როგორი ჩვენი სოფელია, სულ ეს ორი წინადადება რომ შეასრულოთ ნაკ ადამიანები. ამ წუთის სოფელშიც ბედნიერად იქნებიან ყველა და ვიქნებით ყველა და გაჭირებული არავინ არ იქნება და იქაც სინანულით ღმერთ შევხვდებით და ჩვენი სული გადარჩება. რომელი ორი წინადადება? რომელი ორი მცნება სახარებისეულად რო ვთქვათ. ერთი ის რომ ვისაც ორი აქვს, ერთი სხვას მისცეს. იმის არ იყოს. ზოგი ამბობს რომ მე ორი არ მაქვსო, სამი მაქვსო და მე არ მეხება ეგო. ხოდა ვისაც სამი აქვს, მან ვითომეთ ესე უნდა გააკეთოს. ვისაც ხუთი აქვს, მით უფრო და მარო ეს გააკეთოს, ვისაც ხუთი აქვს, მისთვის ვისაც ერთიც არ აქვს. ყველას რაღაცა ექნება, ყველა კარგად იქნება. და თუ თითოეული გამოიღებს სინანულის ღირს ნაყოფს, ისიც ვისაც არც ერთი ჰქონდა და ერთი მისცეს და ისიც ვისაც ხუთი ჰქონდა და გასცა, ისინიც გადარჩებიან და ღმერთს შეხვდებიან. ეს არის მთავარი ივანე ნათლისმცემლის მოღვაწეობის მთელი საფუძველი და მთელი შინაარსი ეს არის რომ მას ადამიანები ღმერთთან შესახვედრად უნდა მოემზადებიან. ის ნათლისღებაც, რასაც ის აღასრულებდა, ის არ იყო ცოდათა მიმტევებელი. განსხვავებით იმ ნათლისღებისგან, რითაც ჩვენ ვინათლებით. მაგრამ ის იყო ქრისტესთან შესახვედრად მოსამზადებელი, სინანულით მოსამზადებელი. რათა ქრისტეს ნათელი მიეღო ადამიანს. იმიტომ რომ იმ სინანულის გარეშე ქრისტეს ნათელს ვერავინ ვერ ეზიარება. თავაწეული და საკუთარ ღირსებებზე მოფიქრალი ადამიანი და ყველაფერში რო ადამიანი თავს იმართლებს, ესე ქრისტეს ნათელს ვერ ეზიარება. და ამიტომაც იწოდება წმინდა ივანე ნათლისმცემელი სინანულის მქადაგებლად. წმინდა ივანე ნათლისმცემელი ითვლება ბერმონაზონთა წინამძღოლად, რა თქმა უნდა, ყველა წმინდა ღვთისმშობლის შემდგომ, იმიტომ რომ უპირველესი ყველა წმინდა ღვთისმშობელია მათი მფარველი, მაგრამ წმინდა ივანე ნათლისმცემელი მისი ესეთი მოღვაწეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე ითვლება სწორედ ბერმონაზონთა წინამძღოლად. ჩვენმა ხალხმაც და საერთოდ თითოეულმა ქრისტიანმა განსაკუთრებით შეიყვარა. თუ დააკვირდებით, ესე იგი, არც ერთი წმინდანის დღესასწაული არ არის იმდენჯერ, ამდენჯერაც წმინდა ივანე ნათლისმცემლის. კიდევ ერთხელ ვამბობ,
არ გულისხმობ აქ არც საუფლო და არც ღვთისმშობელთან დაკავშირებულ დღესასწაულებს, იმიტომ რომ ისინი უმაგალითონი არიან, შეუდარებელი არიან, ვერაფერს ვერ შეადარებენ. მაგრამ წმინდანთა შორის მართლაც რო დავფიქრდეთ, იმდენი დღესასწაული არ აღესრულება, რამდენი წმინდა იოანე ნათლისმცემლის და არც მათ შორის შობის დღესასწაული. აი თუ გაგიგიათ, რომ რომელიმე წმინდანის შობის დღესასწაული იზეიმება. იმიტომ რომ შობა ისეთია, რომ ადამიანები ვართ, ყველა ვიბადებით. და აქ თითქოს სადღესასწაულო, რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ადამიანი მოევლინა, არ იყოს და მოევლინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უკვე ღირსეულად იცხოვრებს. ჩვენ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობთ, მოცლად დღებას დღესასწაულობთ, თავის კვეთას დღესასწაულობთ, ესე იგი, პირველად და მეორედ პოვნის დღეს, მესამედ პოვნის დღესასწაულობთ მაშინ და უამრავია ესე იგი და განსაკუთრებით კი არის დღევანდელი დღე. შემწევნი ყოფილიყოს ეს ტაძარი წმინდა იოანე ნათლისმცემელი ამ სოფლისა და თითოეულ ჩვენს თანასოფლებს მართლაც პირველ რიგში სულიერად ეზეიმოს და შემდეგ უკვე ხორციელად, იმიტომ რომ ხორციელად როგორც არ უნდა განსცხრებოდე ადამიანი, თუ სინდისი არის დამძიმებული, ყველაფერს გემოეკარგება. ყველაფერიც რო გქონდეს და სადღაც ჭიაღრნიდეს ადამიანს, რომ იქ სადღაც არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ან სადღაც ისე მოიქცა, რომ არ ეკადრებოდა. როგორც არ უნდა გაიმართლოს თავი, ვინც არ უნდა გაამართლოს, სინდის ვერაფერი ვერ დაადუმებს. გარდა იმისა, რომ თქვა, რომ შემინდე უფალო, მე შევწოდე, დავაშავე, ჩემი ბრალი. აი ეს დაამშვიდებს სინდის და ეს აცხოვნებს ადამიანსაც. შეგვეციოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ჩვენთან არის ღმერთი.